გამარჯვებათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. დავიწყოთ არა? ახლა ვიმყოფებით ტეხასის გზაზე, ათიან გზაზე, სამხრეთით ნაწილი და შევაკმარეთ ლუიზიანაში. ერთ-ერთ ჩემ ყველაზე საყვარელ შტატში, მაგრამ ისეთი ნისლია. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვაჩვენოთ ის, რაც ხდება მძღოლების მიმდინარე ცხოვრებაში, აი ასეთი საშუალება მოგვეცა. ეხლა ცოტა ნისლი გაიფანტა, საკმაოდ არასასიამოვნო სატარებელია. ეხლა რა გავაკეთე, ცოტა ბანქანას უკვე წინ ეს სატვირთო დავაყენე და იმას მივждები, იმიტომ რომ ცოტა წირო წავიდე, უკვე ნისლი ჩამოწვება და ისე ხო იცით რა, მაინც არასასიამოვნოა სიარული. ეხლა კი კარგი მხედველობა, მაგრამ მომენტებში ვაფშე საერთოდ მხედველობა არ აქვს და ცოტა მაგარი დისკომფორტია. ეხლა გათენდა და შედარებით კარგად ჩანს, მაგრამ ღამე რომ მოვდიოდი ძალიან ესეთი შემაწუხებელია და აი მედიან გაიფანტება ეს ნისლი და უფრო შედარებით ადვილი იქნება. თუმცა ისეთი ლამაზი ხედებია, აი ლუიზიანაში ტბებს გადიხარ, ჭაობებს გადიხარ, მაგრამ აი სამწუხაროდ ვერ დავტკბებით ლუიზიანის სილამაზით. აი რუკაზე მივუყვებით, ეს ლუჯირო არის, ეს არის მექსიკის ყურე და აი ესე პარალელურად მივუყვებით კონტინენტზე ამ ყურეს. და ეს ერთ-ერთი ყველაზე უკვე ვიტყვა ტენიანი და ტენიანობით არის სავსე 95-97 ყოფილა 100% ყოფილა ტენიანობა და სავარაუდოდ აი ესეთი ამინდია ამჟამადაც. ზოგადად ტრაილერის წყურები ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამით. არა ზოგადად მარტო ტრაილერის წყურები, ან ზოგადად ყველა წყურები, მაგრამ ტრაილერების წყურები განსაკუთრებით. ყველაზე კაი სამუშაო პერიოდი არის ეს გაზაფხულიდან შემოდგომა. აი მე უკვე იწყება თავისებური პრობლემები, რაც ამითან არის დაკავშირებული. შეიძლება ყველაზე ასეთი არასასიამოვნო და ძნელი არის ტარება, როცა არის თოვლი და მოყინული. ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ხარია. ხარი არის ძალიან მე პირადად რომ ვკითხო, ჩემთვის ყველაზე პრობლემატური არის ხარი. თავისთავად ეს ნისლიც არასასიამოვნოა, მაგრამ ნისლი მაინც ისიც რომ მიდიხარ, კიდევ მხედველობა გააქვს, აი ღამეა ძნელი და ზოგჯერ ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი ნისლი რო არის ხოლმე ჯობია მაინც გაჩერდე და აელოდო მეორე გათენებას. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ასე თუ ისე მაინც დიდი ყურადღება გინდა და ფსიქოლოგიურადაც უნდა მოიმზადო, რომ რაღაცნაირად ეს ამბიტის კაპრიზები გადალახო. ეხლა ზაფხულში რომ მიდიხარ, არ გეშინია, არ მოგესიადება არაფერი, მაგრამ უკვე როგორც კი ამიდები იცვლება, ეს ყინვა, თოვლი, ხარი, უკვე ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად იმზადები და უნდა მოიმზადო კიდევაც. აქტიურად რა არის პრობლემა ამ ცუდ ამინდებში, რომ რაღაც 100%-დან 70-80% გაურკვევლობაში რომ მიდიხარ, ეს დისკომფორტს ქმნის. ეხლა როცა კაი ამინდია და როცა კაი მხედველობა, ძალოვნებად აკონტროლებ ყველაფერს და ცუდ ამინდში აი ესე მიდიხარ რაღაც პროცენტ, რაღაც ნაწილს, რაღაცაზე ხარ დამოკიდებული. შენზე არა ხარ ბოლომდე დამოკიდებული და თავისთავად სხვაზე რო ხარ დამოკიდებული სხვა რაღაცაზე. ძალოვნებად იძაბები, მაგრამ ნუ რას იზამ, ამ დაძაბვასაც უნდა კონტროლი. ეს ორი მანქანა გიჟებივით მიდიან, სავარაუდოდ უკვე ამათ მეიციან ეს გზა, სად არის მოსახლეები და თამამად მიდიან, მაგრამ საერთო ჯამში არ არის სწორი ასე თამამადია, რომ ახლა ჩვენც არ მივიდივართ ნაკლები სიჩქარით, მივიდივართ აი 65-ით, მაგრამ ისინი მეტი სიჩქარით მიდიან, რა ვიცი. მე პირადად არ გავრისკავდი ასეთ ნიში სიჩქარით სიარულს. რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგია, როცა იცი როგორი გზა არის, ნაცნობი გზა თუ არის, მაგრამ უმეტესად ამხელა ამერიკაში ყველა გზა ნაცნობი ხარ და გიწევს უკვე რაღაც ვარაუდით მისვლას სიარული.
ეხლა საქართველოში რა ვიცი ფაქტობრივად ყველა გზა ეხლა მაინც ქართველი რო ხარ და საქართველოსო კარგად იცნობ ყველა მოსახლეები მისახლეები და აღმართი მე ვიცი პირადად და ასეთ ამინდებში არა მაქვს აი დისკომფორტი მაგრამ აქ ეხლა მაინც ყველა ადგილას ხო არა ხარ ამერიკაში ნამყოფი და თავისებურად ქვეცნობიერად მოყვება ეს დისკომფორტი მაგრამ აქაც როგორი გამოსავალი აქაც აი ეს ძალიან დიდი დისკომფორტი რო არ იყოს და უბრალოდ ისეთი საშუალო სიჩქარე უნდა აიღო ეხლა გიჟივით რომ გაიწყო სიარული არ არის გამართლებული და ისეთი საშუალო ეხლა მე მაგათაც მივიდივარ 60-64-ით ნორმალურია თქვა რაღაცა რომ მოხდეს დამუხრუჭების და რეაქციის საშუალება გეძლება ნუ საერთო ჯამში მაინც მანქანა რო დაკავს 80-85% ყველა პრობლემები სიჩქარიდან გამომდინარეობს ამიტომ ყოველთვის სიჩქარე უნდა არეგულირებო და ზომიერი პოზიცია უნდა დაეკავო რაღაც სიმბოლურია ხო აი მიდიხარ რაღაც გაურკვევლობაში ეხლა ფიქრობდი ეხლა კი მომიწევს ეხლა ალბათ ზერვა გაფანტავს ამას და მოდი ჩვენი ვიდეო ცოტა საინტერესო რომ გავხადოთ მინდა ერთ თემაზე ვილაპარაკო ჩვენმა ერთ-ერთმა მეგობრებმა ფოლოვერმა ასეთი კითხვა დამისვა აკაკი რას ფიქრობთ ჟაკ ფრესკოზე მისი იდეების და მისი აზრების შესახებ რა წარმოდგენა გაქვთ მეგობრებო, ვინც არ იცის ჟაკ ფრესკო? ეხლა ცოტა შეგახსენეთ, ესე იგი ეს არის მგონი 2016 წელს გარდაიცვალა და ითვლება გამოგონებლად, ფილოსოფოსად და ახალი საზოგადოების შემქმნელად. ესე იგი მისი თეორიები და ფიქრები პოსტულატები და თავის მაგალითებით ცდილობდა რომ აეშენებინა ახალი საზოგადოება. და საკმაოდ საინტერესო ხედვები აქვს. მაგრამ ეხლა მე პირადად რომ ვკითხო, მეც ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები და ამას ჩამოვაყალიბე. მაგრამ სანამ ჟაკ ფრესკოზე დავიწყებ ლაპარაკს, მოდი მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ. საკმაოდ საინტერესო და თავისებური ბიოგრაფია აქვს. ეს ჟაკ ფრესკო დაიბადა 1920 წელს თუ რაღაცა ბრუკლინში, ამერიკაში, ებრაელების ოჯახში და თავისებური ბავშვი იყო, ყოველთვის უყვარდა კითხვა და განსაკუთრებით აი ტექნიკურ თემებს ეხებოდა ხოლმე. ეხლა მამამის ჰქონდა რაღაცა პატარა სახელოსნო და ის უტრიალებდა. გამომძიებნობა აი რაღაცა ესეთი ახლის ძებნაში იყო ხოლმე ბავშვობიდან და ასეთი მოგონებაა რომ სკოლაშიც რო დადიოდა თავისებური ბავშვი იყო რა და სადღაც 12 თუ 13 წლის ასაკში ხო იცით ამერიკის სკოლებში რაღაცა ცერემონია აქვს ასეთი რომ დროშის წინ უნდა დაიფიცო სახელმწიფოს ფიცი მისცე დროშა და ამან უარი განაცხადა მასწავლებელი გაღიზიანა როგორ ესე იგი მთელი კლასი ფიცის წინ ისა დროშის წინ ფიცადებს და ეს ბავშვი უარს ამბობდა და მიიყვანა დირექტორთან. დირექტორმა კითხა რატო არ იღებო, ყველა იღებსო ფიცო და შენო რატო ხარო ასეო და ყველა რო იღებსო, მათმა იციანო ფიცის აზრი და არსიო. როგორ ეს გაუკვირდა დირექტორს სამშობლოს წინაშე პატრიოტული შეგრძნების ათვისების დამსახურებაო, ასე უთხრა მასწავლებელმა დირექტორმა და არა, ყველა მოიცისო არსიო და ამ დირექტორს გაუკვირდა და მაშინო შენ რაო არ მოგწონსო ჩვენი სწავლების მეთოდიო სკოლაში არ მომწონსო. აბა რა მოგწონსო შენო? მე უფრო სიღრმეებში მინდაო, რატო, როგორ და რანაირადო და წავიდა დისკუსია და ამ დირექტორმა მაშინო შენ ეთქობა
ჩვენ ვერ გავუგებდო ერთმანეთს, მაგრამ შენი დედა მოიყვანეო რა, დედა შენიო. და ამ ჟაკის დედა რომ მოვიდა ანერიულებული. რამე დააშავა ჩემმა შვილმაო, რაღაცა დირექტორს ეუბნებოდა, არა უბრალოდ სხვანაირად აზროვნებსო დირექტორ მოუთ რამ დედას და ჩვენ სკოლაში არ მგონია ამანო რაღაცა წაიღოსო. აბა რა უნდა უყუთო, არაფერიო. მიხედავ თავის თავსო და როგორ მიხედავსო და იმ ლაპარაკში უთქვია ამ ჟაკს რომ შენ მე მიწავალო სკოლიდან მაგრამ ბიბლიოთეკას არ მოუშვებიო და აი დირექტორს რო ახსოვდა ეს ნალაპარაკები თავის მიხედავსო არ არისო პრობლემაო და ჩვენ ასეთი რაღაცა შეგვიძლიაო წავიდესო ბიბლიოთეკიდან რაც არ უნდა წიგნი გამოიტანო და აქ სკოლაში იკითხოსო და ასეთი პაბლაშკა რომ ნება დართო დირექტორმა რომ ჟაკს აი როგორც უნდა და ესე გაეტარებინა სკოლაში ნებისმიერი წიგნი მოიტანა უბრალოდ სკოლიდან არ წასულიო რა გავიდა წელიწად ნახევარი და ეს დირექტორი გარდაიცვალა სხვა დირექტორი მოვიდა რას ქვია ეს ვინ არის ეს ბავშვი ასეთი იმეებით ვეღარ რას ქვია სკოლას თავისი წესები აქვს თავისი კანონები აქვს და გაუშვეს გააგდეს რავი როგორც ავთქვა და აი მის შემდეგ ეს არის ჟაკი არის რაღაც 12-13 წლის ბავშვი და ფაქტიურად იმის შემდეგ ჟაკ ფრესკოს განათლება არ მიუღია არც უნივერსიტეტი არც კოლეჯი არაფერი არ დაუმთავრებია ყველაფერს მიადგა თავისი თვითგანვითარებას მიაწვა რა ასე ვთქვა ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა და დაიწყო ამერიკაში ავტოსტოპით 14-13 წლის ბავშვი ავტოსტოპით ამერიკაში სიარული 6 წლის განმავლობაში მთელი ამერიკა მოიარა იყო მათხოვრებში იყო სხვადასხვა ჯგუფებში ტრიალი და მაგრამ ნარკოტიკებს და იმებს არ ეკარებოდა მაგრამ ყველგან სადაც იყო გამოირჩეოდა თავისი აზროვნებას რას გულისხმობ აი რაღაცა ჩხუბი რო იყო ან გარჩევა რო იყო ისი ალაგებდა სიტუაციებს აი ჩვენებურად რო ახსნათ რა აი გარჩევის დროს ისე დაულაგებდა სიტუაციებს ადამიანებს რომ ლოგიკას ეძახდნენ, მაგრამ ეს ლოგიკას არ ამბობდა და ასეთი ყოველთვის გამართლებული აი ავტორიტეტივით რა ნებისმიერ საზოგადოებაში, ნებისმიერ წრეში. ესე იგი რას ამბობდა მე თვითონაც მე თუ გაეცნობით, ის ამბობს რომ ლოგიკა არაფერს ურაშია. თავარია ადამიანი დაარწმუნო და შენ ჭკუაზე გადმოიყვანო. აი ეს ხო რაღაც ეს მომენტი დაიჭირა ამ ასაკში და ამ თეზის მიხვება მთელი ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რომ ლოგიკას უნდა მიყვე და მიყვარ შენ ბოლო შედეგამდე, მაგრამ ეს არ ამბობდა ლოგიკა არ კმარა, უნდა დაარწმუნო და მანიპულაცია და ასეთი მაგვარი რა, ესე იგი დარწმუნებაც ხო ფაქტიურად რაღაც მანიპულაციის ელემენტებია, მაგრამ დარწმუნება თავისი მტკიცებულებებია და აი ეს ხარტი გონება და ეს ალაგების უნარი მას ძალიან მაგრა გამოდიოდა. ერთ სიტყვით ჩვენი ჟაკი გახდა კაი დამლაგებელი, აი ცოტა ჟარგონით რო ვიტყვი რა. დამლაგებელი არამედ ფილოსოფია, აი აზროვნებაში, ლოგიკაში და აი ალაგებდა სიტუაციას. აი ხშირად მე ხშირად უსმენთ ხოლმე მე პირადად ხშირად უსმენთ ძალიან ბევრ პოდკასტებს ინტერნეტიდან გამომდინარე და ერთ-ერთი ჩვენი მაგარი არ მინდა ეხლა დავკონკრეტე, იმიტომ რომ სხვანაირად გაიგებენ. არიან ისეთი როგორ გითხრათ, აი პოდკასტები ისე მიყავთ თავის გადაცემები, რომ აი ისის ხარტის გონებიდან გამომდინარე შეუძლიათ ყველაფერი დაალაგო რა. და ეს ძალიან ეს ნიჭიც არის მე რომ მკითხო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს რაღაცა განათლება ჰქონდეს, რაღაცა ბევრი ინფორმაცია ჰქონდეს, მაგრამ თავისი აზრის დაალაგება და თავის ყველაფრის ადგილზე დაყენება, აი ხა მეც რო ლაპარაკობ, ხო, ცოტა მიჭის ხოლმე, ხო, დავალაგო, მაგრამ არიან ადამიანები ესე სხარტად და კოხტად დაგილაგებს ყველაფერს. აი ამ კატეგორიას ეკუთვნოდა ჩვენი ჟაკ ფრესკო. და მეც რამდენჯერ მინატრია ჩემი თავისთვის, რომ ეხლა მეც ასეთთვის ხო საუბრობ და ზოგჯერ მიჭის ხოლმე დაალაგება და ცოტა შენიშვნაც მიმიღია, რომ ცოტა ზედ ლაპარაკობ და
სათქმელზე დიდი ხანი მოუნდებიო, მაგრამ ნუ ასია. ასია თუ ისია, მაინც ადამიანი რომელიც თავის ას თოხად ალაგებს და თავის იმას მიყვება, ასეთი ხალხის აპატივცემლოა და რა ვიცი, მეც პირადად ვცდილობ, რომ ყოველთვის შემეძლო ჩემი აზრი კარგად ალაგება და დიდი სიამოვნებით უსმენ იმ ადამიანებს, რომლებიც კარგად აყალიბებენ თავის ასს. აი ამ კატეგორიას ეკუთვნოდა ჟაკ ფრესკო და 18 წლის ასაკში მოხდა საავიაციო ქარხანაში ხაზვილად მუშაობა დაიწყო და იქ დაიწყო უკვე გამოგონებლად მუშაობა, ხაზველი იყო და აი მან უკვე დაიწყო თავისი აზრების და ტექნიკური აზრების ჩამოყალიბებას და აეროდინამიკა, ანუ ხვდებით ახლა თვითნაჩვენებობაში რამდენი ტექნიკური ნიუანსია და აი თავისი ხარდი გონებით ძალიან ბევრ ელემენტებს თვითნაჩვენებობაში აფქვევდა. ესე იგი, ასეთი უნარი რო აქვს ადამიანს, მე უკვე გადავიდა ფსიქოლოგიაში, გადავიდა ბიოლოგიაში და გადავიდა მერე საერთო ჯამში საზოგადოების შექმნაში. ეს თავისი დალაგების და აზრის გადმოცემის უნარიდან გამომდინარე. მე-20 საუკუნე ტექნიკის და ტექნიკური განვითარების საუკუნეა, ხო? და ფაქტიურად ჟაკ ფრესკო ამ ტექნიკური ელემენტებით მივიდა იმ აზრამდე, რომ ცხოვრება უნდა გაუმჯობესდეს აპარატურამ, ტექნიკამ და რობოტებმა. აი ამ თეორიამდე მივიდა. და საბოლოო ჯამში მე აღარ დავწნანდები, შექმნა თავისი ლაბორატორია შექმნა, უკვე წამოვიდა იმ 15 წელი იმუშავა იმ საავიაციო ქარხანაში და მე გამოეყო და ცალკე შექმნა ლაბორატორია. გულისხმობ ლაბორატორიას რამდენიმე ადამიანი მუშაობდა და თავის ამ ტექნიკურ ელემენტებს, ამ გამომგონებლის ელემენტებიდან გამომდინარე უკვე დაიწყო საზოგადოების წყობის შექმნაზე და საზოგადოების სოციალურ თემებში გადავიდა და ყოველთვის როცა მიდიოდა უკვე ძალიან აქტიურობდა, საუბრობდა გადასაჭრელ პრობლემებზე, ეკონომიკაზე, ფსიქოლოგიაში, სოციალურ ცხოვრებაში და აი ამ თავისი წიგნები და ამ თავისი, როგორ გითხრათ, წეღნასოთი აი დალაგების უნარით ძალიან უნიკალური საუბრები იმართებოდა და ნუ ხალხი მოიზიდა და მე გახდა ძალიან ცნობილი და მივალ მაგ აზრამდე რომ რატო გახდა ცნობილი, იმიტომ რომ შექმნა რაღაც საზოგადოება და მომავლის საზოგადოება. ამ მომავლის საზოგადოების პროპაგანდას ეწეოდა მთელი ცხოვრება. საკმაოდ დიდი ასაკი რა, 100 წლის იყო რომ გარდაიცვალა, 100 წლის და ბოლო 40 წელი ასეთი თეორია ქონდა ვენერას პროექტს ეძახდა, ანუ ვენერა ეს ჩვენი პლანეტა, ერთ-ერთი პლანეტა და იქიდან გამომდინარე მთელი თეორია ქონდა, რომელიც ამ ვენერის პროექტს ეძახდა, უნდა შეიქმნა ახალი საზოგადოება და მეც ახლა შეძლებს და ცოტა რთული გასაგებია, მაგრამ შეძლებს და გვარად ავხსნი. მოგეხსენებათ მეგობრებო, კითხვა, ხო, როგორც სულ მოდის კაცობრიობა არსებობს, ეს სამყარო როგორ შეიქმნა? ორი ვარიანტია, მესამე არ არსებობს. ეს სამყარო შექმნა იდეამ, უფალმა, მოწმე ხალხი და მეორე ამბობს, რომ ეს თავით შეიქმნა. პირველი ხალხი ამბობს, რომ ეს ყველაფერი უფლის ნებით ხდება, რაც ხდება სამყაროში, მეორე მხარე ეძახის თავისთავად ხდება. მესამე ვარიანტი არ არსებობს, ხო? ეს სამყარო შეიქმნა უფლის მიერ, ფილოსოფიაში იძახიან იდეის მიერ, გონის მიერ და მატერიალისტები იძახიან, ეს თავისთავად ხდება ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, რაც ადამიანები არსებობენ, სულ ამაზე ფიქრობენ და ის ადამიანები, რომლებიც უფლის მიხედვით მას მისდევენ და მეც იმ კატეგორიას ვეკუთვნი, იმიტომ რომ ფაქტურად ყველა პასუხი გაცემულია ამ სამყაროს მიმდინარე პროცესებზე, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა ააშენო, რა
ეს ბიბლიის სახით და წმინდა წერილის სახით ეს ყველაფერი გადმოცემული გვაქვს ჩვენ. უბრალოდ სამწუხაროდ ადამიანები არ ასრულებენ მოგეხსენებათ არის ღმერთი ცნებები და ცნებებს რო გადაუხვევ არის ცოდვა. ნუ ეხლა ასე იმებში აღარ წავალ ეს და სამწუხაროდ ადამიანები არ ასრულებენ ამას და ეს და ალბათ სამწუხაროდ მან ბევრი მიზეზები აღარ წავალ ამ იმებზე და არის მეორე გზა რომელიც მატერიალისტები იძახიან რომ თავისთავად ხდება და იქ უნდა ჩავწვდეთ როგორ ანაირ და მინდა ათეისტები დავარქვათ, მინდა მატერიალისტები და ნუ ძირითადად ახლა ჩვენ ვახდოთ ჰუმანისტები. ნუ რას ნიშნავს? ესე იგი არის კატეგორია რომელიც ყველაფერი ადამიანები რომელიც მეცენდობიან და არიან რომელიც ჰუმანისტები არის. ჰუმანი რას ნიშნავს? სიტყვა არის ადამიანი. ესე იგი ადამიანურად უნდა გადაწყვიტოს ამ მიმდინარე პროცესები. ორწმუნე ადამიანი თუ ყველაფერს ენდობა უფალს, ჰუმანისტი ადამიანი უფალზე არ ფიქრობს, იმიტომ რომ ის არ აღიარებს მას და აღიარებს თავის ადამიანურ ჰუმანურ ჰუმანი ცოტა ის აი ადამიანურად უნდა გადაწყვიტოს ეს მიმდინარე პროცესები, რაც სამყაროში ხდება და მოგეხსენებათ სამყაროში ძალიან ბევრი ცუდი რამ ხდება და ბუნებრივი ადამიანს უნდა რომ ეს გამოასწოროს რაღაც ისეთი საზოგადოება შექმნას, რომ არ იყოს ცუდი, არ იყოს ეს ომები, არ იყოს ზოგადად ისეთი არანორმალური სიტუაციები და მიდის ეს ბრძოლა, ხო, ფაქტობრივად რაც არსებობს კაცობრიობა, ეს პროცესი ყოველთვის მიდის. და აი ამ ჰუმანისტებში აქ იგულისხმება ფილოსოფოსები, მწერლები, მოაზროვნეები. ფილოსოფიაში ხო ორი მიმართულება ხო არის იდეალისტები და არის მატერიალისტები. და მიდის ეს ასე ვთქვათ კონკურენცია თუ გავა. და ამ ჰუმანისტებში მოგეხსენებათ ისტორიულ გამოდეში წყობა შეიქმნა კაპიტალიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი, ყველა ეს ემსახურებოდა რომ შეექმნათ ისეთი საზოგადოება, სადაც სამართლიანობა და წესრიგი იქნებოდა, ხო? და უცბად რა ვიცოდეთ, ახლა ჩვენ ვიცოდეთ კაპიტალიზმი, მონათქვამება, ფეოდალური წყობა, ახლა წამოვიდა ლიბერალიზმი, ხო? ლიბერალურად ამყურებელი ადამიანები, რომელიც ლიბერალურად უყურებენ, ჰუმანის ვეძახები ამას ყველაფერს და უცბად გამოჩნდა ჟაკ ფრესკო, რომელმაც შემოგთავაზა სულ თავისებური შექმნა თავისებური საზოგადოება, ტექნიკური საზოგადოება. ის ამას ვენერას პროექტის სახით გვაცნობდა. ესე იგი ტექნიკური საზოგადოება, სადაც იქნებოდა საზოგადოება, უყურეთ, სადაც არ იქნებოდა ფული, სადაც არ იქნება მარტო მოთხოვნები და ამ მთელ სამყაროს ტექნიკა და ეს პროგრესი და ეს თანამედროვე ტექნოლოგია მართავდეს იქნება. ანუ რობოტიზაცია, აი ზოგჯერ არის ხომ ზოგჯერ რო ეკითხება რა რობოტიზაცია გინდა, შეიძლება იმ რობოტმა არ დაგიჯეროს და სასწაული მოახდეს. არაო, ის დაპროგრამებულია და იმ პროგრამირებას ადამიანები მართავენ. აი მან მიდის აი ესეთი წეგნას რთულად თავთქვა რომ ესე იგი სამყაროში ტექნიკურად უნდა იმართებოდეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე ქმნიდა თავის ქალაქებს, დასახლებებს, სადაც აწყობილი ქონდა. არ ვიცი ახლა თუ თქვენ გაიცნობთ, კი არის მაგის რაღაც ინტერნეტში და იმებში ეს პროექტები, მაგრამ მე ზოგადად ასე მარტივად რო ვთქვათ, ტექნიკაზე ამყარებს მთელი იმედებს. მაგრამ გამომჩა ტექნიკამდე მაგას კიდევ თავისი ლოგიკა ქონდა და დარწმუნება. აი ახლა მაგალითად რომ მოусმინო მაგას ხო, მე თქვი რომ არა, ამადო რაღაცეებს ამბობ და აი ახლა რამდენიმე მაგალითს გეტყვი. რომ მოусმენ მაგის აი ახლა მაგალითებს მე თქვი რა მაგარია. აი მაგალითად ახლა ამბობ თავისი ხმება მან ინტერვიუში. აი მაგალითად პოლიტიკოსები ხო არიანო? და სუჩლიან რაღაც პრობლემებს, რაღაცები და მეკითხები პოლიტიკოსიო, აი შენ ხო ხარ პოლიტიკოსიო, კიო? აი სოფლის მეურნეობაშიო, საჭმელების პრობლემა, რაღაცა როგორ უნდა მოვაგვარო. არ ვიციო, მე მაგის სპეციალისტი არა ვარ. იქ ვიღაცა რომ ავად გახდა და წამალს ვერ იგონებ, რომ ეს უკონა რომ რაღაცა შენ ასიზავ პოლიტიკოსი,
რა ვიცი ეს ექიმებმა იციან. აბა შენ რას აკეთებ? ის არის რატო ხარ პოლიტიკოსი? იმიტომ რომ პოლიტიკოსი რაღაცა სხვა ინტერესი აქვს და რაღაცაზე წავიდესო და ფულზე აქვს უფრო გამახვილებული ყურადღება. და რას ამბობს რომ ჩემ საზოგადოებაშიო ფული არ უნდა იყოს. ადამიანი რაღაცას უაკეთებს, ფულისკენ აქვს ყურადღება. მაგას გადასაჭრელია საკითხი, იმაზე კი არ ფიქრობს, რომ აი გადაჭიშენებ რას მიიღეს ფულსო. იგი ფულზე ფიქრობს, ამიტომ ის გადასაჭრის საკითხზე ხალისხიანად არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე, რომ ფული უნდა მოისპოს საზოგადოებიდან. მე ჟაკ ფრესკო იძახის, რომ კორუფციაზე ვერ მოსპობ. რაც არ უნდა საზოგადოება იყოს, რომ კორუფცია არ მოისპობა. კორუფცია მაშინ მოისპობა, როცა ფული არ იქნება. ყოველთვის არის მიზეზი რომ მოიპარო. ეხა რო დაფიქრდე, ხო? მართალია, ხო? სადაც არის ფული, იქ არის კორუფცია. ფულს რომ მოსპებ, კორუფცია არ იქნება. რაღაც კომუნისტური ის გამოდის, ხო? მაგაზე მე ვილაპარაკებ, რომ ამ თეორია ცოტა კომუნისტურ საზოგადოებას რაღაც უახლოვდება. მე ასეთი მაგალითი მოაქვს, აი მაგალითად ნარკოტიკი. აი ვეკითხებიო პოლიტიკოს ეს შაკეონება რომ აი როგორ უნდა მოსპო ნარკოტიკების ვაჭრობა. უნდა აკრძალო. არა, კი უნდა აკრძალო შენ. იმის ინტერესი არ უნდა გაუხადო, რომ იმან ნარკოტიკი იყიდოს, ვინც ხიდულობს. აი ასე ჭრის რა. აკრძალითო შენო ვერ გაუხმებო ნარკოტიკების ვაჭრობას. შენ პირიქით ინტერესი უნდა გაუხმო. თავის სპეციფიკური ხედვაა რა. ერთი ასეთი მაგალითი მოაქვს, აი მაგალითად ომი მიდის, ხო? ერთი ქვეყანა ეუბნება მეორე ქვეყანას და როგორ უნდა მოიგო, ხო? კითხვას ეუბნება. აი ბევრი თვითმფრინავები უნდა გამოუშვა, რომ ის ქვეყანა აჯობო. ჟაკი ამბობს, რომ არა, თვითმფრინავები კი უნდა გამოუშვა. აი სადაც ის თვითმფრინავები იწყობა ელექტროენერგია და ენერგომატარებლები უნდა შეუწყიდო, ეს თვითმფრინავები არ აწყო. ამიტომ ომიც გამთავრდება და ის მეორე მხარე მოუგებს ამ მხარეს. აი რაღაცა სპეციფიკური ისინია რა მაგალითები. ერთი ასეთი საინტერესო მაგალითი მოაქვს, კიდო. აი ეხლა მწვანეებიო ხო ზრუნავენ, აი ხე არ გაიჭრას და ეკოლოგიური პრობლემაა. რო შეინარჩუნოთ ხე, არ უნდა მოჭრა, ხო და ვეკითხები, აი რა უნდა გააკეთო, უნდა აკრძალოთ. ბიჭო, როგორ უნდა აკრძალო, ვერ აკრძალა. შენ ხეების მოჭრა უნდა აკრძალო. შენ ისეთი რაღაცა უნდა მოიფიქრო, რომ ის ხე გასათხოვად არ ჭირდებოდეს. ეგ სხვა რაღაცა უნდა მოიფიქრო, ტექნიკური პროგრესიდან და ტექნიკური მიღწევებიდან ისეთი რაღაცა უნდა მოიგონო და მოიფიქრო, რომ ის ვისაც ხე ჭირდება გასათხოვად, ხე კი არ მიატიანოს, შეშა კი არ მიიტანოს, არამედ სხვა რაღაცით გათვლის. ძალიან ბევრი ინტერვიუებია ამ ჟაკ ფრესკოსთან, ძალიან ისე საინტერესო მაგალითები მოაქვს, ეხლა ყველას ვერ ვიხსენებ და ერთი უნდა ვთქვა კიდევ საინტერესო, ეს ყვება რომ ერთი კითხავი იყო ქალაქშიო ჩვენთანო და ვინც არ უნდა მისულიყო, ყველას ბიოგრაფია იცოდაო რა, წინას ხო კითხავება როგორ იციან ხოლმე და ყვება რა თავის ახალგაზრდა მივედიო და მეთქი როგორ ხდება ეს ეხლა ეს წინასწარ მეთქვლით რაღაცა ვინც არის, როგორ ხდება ამას ყველაფერსო და ასეთ რაღაცას დავაკვირდიო, ესე იგი ვინც კი მივიდოდა ამ კითხავთან ოფისში თუ რავისადაც იყო, ყველას უნდა რეგისტრაცია უნდა გაევლოთ რა. საიდან მოხვედი ვინ ხარ ამდენი წლის ახალ და ჩაწერდნენ და მე უნდა დალოდებოდა ეს ადამიანი კითხავდა მისვას. თუმე ამაშობაში ამან დააკვირდა მე რეგისტრაციაში არ გავატარეო ჩემი თავი და იმ კითხავდა ყურადღება არ მომაქციაო. თუმე რა ყოფილა ესე იგი ადამიანი რომ მივიდოდა და ჩაწერდა თავის მონაცემებს, მე ეს ხო ელოდებოდა, იქ გავიდოდა და მე სხვა თანხმარი ყავდა და ის შედიოდა ამ კაცის მონაცემს ადაებდა, როგორ დაებდა, იქაო უკვე ინფორმაცია ხო განა მithumedet დღევანდელ დღეს ინტერნეტის ამბავში და მე ეს ინფორმაცია ცალკე რომ მოაგროვე და მე მიდიოდა კითხავდა და თავისებურად ზოგად პასუხს ამბობდა და ყველა გიждდებოდა როგორ არტყავსო ზუსტ პასუხებს. ასეთი მაგალითებით ჟაკი მეუბნება რომ უნდა ჩაწვდე, კარგად უნდა მიკროსკოპივით უნდა გაიგო ის მიზეზები როგორ
რა კეთებ, რანაირად ვაკეთე და მე იქიდან უნდა გამოვიტანო დასკვნა. ერთი ასეთი მაგალითიც მახსოვს, ესე იგი მეცნიერთან მივედიო და რაღაც საუბრობთ და თამაში აი ხლა ეს მაგიტაო გრუვიაო? მე კითხე, ხო გრუვიაო, არ არისო გრუვი, როგორ არ არის გრუვი? აი სრიალებსო ხო ხედავ, არა არისო გრუვი ეს მეცნიერო და როგორ და მოიტანა მიკროსკოპი და მიკროსკოპი დააკვირდა იმ აკე მაგიტის ზედაპირს და იქ მთელი ხოკლები ქონდა და მთელი ხაჭყნები, მაგრამ რასაბო ჟაკი რომ აი ყველაფერს უნდა მიკროსკოპივით დააკვირდი და ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლო რომ წარმატებას მიაღწიო და იქიდან გამოვიტანო დასკვნა. ნუ აი ამაზეა მთელი თეორია ჟაკ ფრესკოს აწყობილი. დაკვირვებაზე და დარწმუნებაზე. მე ერთი ჟურნალისტი ეკითხება ამ ჟაკს რომ თქვენ თუ გინდათ ეს სამყარო სულ ტექნიკაზე და ტექნოლოგიაზე იყოს. ესე იგი ერთ დღესაც თქვათ მოიშალა ან გაფუჭდა, მე რა შვები? არაო, ისე ტექნოლოგიები ის უნდა გააკეთო, არ გაფუჭდეს და არ გამოვიდეს ყოფიდან. ნუ რაღაც იყო ესეც თეორიაში კი ვითომ სწორია, მაგრამ სწორიც არა. ხო ეხლა როგორ უნდა ენდო ტექნოლოგიას ყველაფერი. ბევრი თემებია, რომელსაც აი ინტერვიუში თქვენ ამას გაიგებთ. მერე ჟურნალისტი ეკითხება ამ მორწმუნე ხალხს აშუშოთ ღმერთის ჯერაო და არა უკაცო მე ღმერთის რატომ ჯერაო ესო რაღაცა ვარაუდებით იმასო ვარაუდებით ცხოვრობს ეს ხალხო და აკრძალო ამას არა რატომ აკრძალო წინააღმდეგობას ხარ გაუწევ მაგრამ რასა ის დაგისტებაო და ვარაუდებით იცხოვროსო და აი აქ უკვე აი ღმერთს უარყოფს და ისე და ისე ის ჩვეულებრივი ჰუმანისტი ხდება და ჰუმანოიდი რომელიც თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს სამყარო და თვითონ უნდა ააშენოს ის სამყარო თვითონ რასაც ეძახის ვენერას პროექტი. მაგრამ იმ კატეგორია ადამიანებში გადადის ეს ჟაკ ფრესკო, რომელიც წინამორბედებით ადამიანები მარქსი და რავი ენგელსი და ლენინი და რა ვიცი 1000 ფილოსოფოსები კანტი და ისინი რომელიც ღმერთს ვერ ხედავდნენ ამ სამყაროში და რასაც ხედავდნენ და რასაც პრობლემებს რასაც ეძახი თვითონ უნდა გადაწყვიტონ და აი აქ არის მთელი უბედურება. რა თქმა უნდა რომ მოусმინო საინტერესოა, გან არ არის საინტერესო, მაგრამ ჩვეულებრივ კლასიკურ მაგალითს შევეჯახეთ, რასაც ადამიანს თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემები და არ ვიცნობთ ამ ადამიანებს რომ კი ტექნიკა კარგია, ის კარგია, მაგრამ ერთის გარეშე ეს ყველაფერი არ ხდება. ზოგადად მეძე რომ საუბრობთ ხოლმე თუ და ჩვენ არხზე და საერთოდ მეძე რომ საუბრობთ ხოლმე ესე აი ზერელებს უყურებენ ხოლმე და მაგრამ აი ლოგიკას რო შეხედა ლოგიკას და დარწმუნება აი ეს სამყარო ვისი შექმნილია და ისევ იმას უბრუნდები მეთი შექმნილია თუ თავისთავად და მიდის ეს ყველაფერი და თავისთავად ახლა ადამიანი რომელიც მორწმუნეა და ყველაფერს ჯერა და მისდევს უფლის ეს და თუ ჩაწდება და დაიაზრებს და გათვითცნობიერებს ამას ყველაფერზე პასუხს გასცემდა. ეხლა თუ მეორე მხარე რომელსაც არ ჯერა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი და ადალახოს ეს კითხვები ასეც არის და ფაქტობრივად ასეც გრძელდება, ხო? ეს ორი გზა როგორ თავიდან თქვი რომ ეს სამყარო შექმნა უფალმა, ან შეიქმნა თავისთავად. მესამე ვარიანტი არ არის და ფაქტობრივად მიდის ეს ორი ასე ვთქვათ რა ვიცი, ნუ ასთა სხვადასხვაობა. აქაც უკვე უფალი აზრობა თავისუფალი არჩევანია, ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მაგრამ ერთია ფაქტი, რომ ყველას გვინდა ჩვენ მორწმუნე ხარ, არა მორწმუნე ხარ, ტექნიკური ხარ, ჰუმანისტი ხარ, გვინდა დაიცხოვრება სიმშვიდეს იწნარე და კეთილდღეობა და ამას ვერ გაიქცევ. მაგრამ აი როგორ მიუდგებით ეს სხვა ამბავი. აი ამით მომიდოდა მეგობრებო და ჩვენ ფოლოვერსაც გავეცი ჩემი პასუხი ალბათ კი ცოტა გამიჭიდა ამის ახსნა ჩვენ სტილში ვართ ხო იცი მაინც მანქანას მიხავს და ამიტიც გამოვიდა იმ ნისლებში მიარე და სიმბოლურად იმ ნისლებიდან და იმ ასე ვთქვათ დაფქოლებებიდან გამოვიდა და გემშვენიერ გამიჭიდა იმედია მოუთვის სინათლეზე გავართ სიმბოლურად ვიძახი და მოუთვის გამოვართ რაღაც სამწუხაროდ ადამიანებს მით უმეტეს დღევანდელ დღეს წარმოიდგინეთ ამხელა ტექნოლოგია
რაღაცას ვერ გეფულებენ ადამიანები. ამ დროს თითქოს პირიქით უნდა იყოს, ხო? მაგრამ ფაქტია, ფაქტი და შაქფრესკო რო ვიძახის, რომ ტექნოლოგიები განავითარებენ სამყაროს და ეს არის წინსვლა, რა ვიცი, ჩემი აზრით არ არის მართალი, ხო? აი ტექნოლოგიებში ვარ, ტელეფონებში არის ყველაფერი, მაგრამ სულიერად ვერ ქაჩავენ და ამ დროს მერტი რას გეუბნება, წამომხრივი იყავი სულიერად ძლიერი და ყველა პრობლემებს გადალახა. ნუ არ ვიცი, აი ესე გადმოგეცით მეგობრებო ჩვენი თემა, ჩვენი კითხვის თემა, რომელსაც ვითხრა ფრესკოზე ვითხარი რამეო და მე ჩემი პირადი აზრია, მე არავის არ ვარ თავს ვახვევ ჩემ ამბავს, მაგრამ ისე და ისე ვიძახი, რომ უფლის გარეშე და მისი სწავლების გარეშე ყველაფერი და ყველაფერი, ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია, ყველა იმაზე გაცემულია და რა ვიცი. ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი თავისუფლებაზეა დამხარებული, ჩვენც მაგას ვიმბობთ. კარგით ამა მეგობრებო, რო არ დაგღალოთ, ცოტა ისეთი ვიდეო იყო, მაგრამ გონი საინტერესო. მომავალ შეხვედრამდე, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე. ათოვრია მერტი იყო ჩვენთან და ჩვენ ვიყოთ მერტთან და ყველაფერი გადაიჭრა. კარგად.